ეხლა უკვე აშკარაა, რომ ევროპა დიდი ომისთვის ემზადება. ხოლო საფრანგეთისა და პოლონეთის ჯარები რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული დარტყმის დამუშავებას ატარებენ ომის შემთხვევაში. საფრანგეთის პრეზიდენტმა მანუელ მაკრონმა დღეს განაცხადა, რომ ევროპა უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. რადგან ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი ერთდროულად მოქმედებენ ევროპული ინტერესების წინააღმდეგ, ამიტომ ევროპას მზად უნდა კონდეს თავი დაიცვას თავდასხმებისგან ერთდროულად სამი მხრიდან. და აქ მინდა აღვნიშნო, რომ ეს სიტყვები უკვე უბრალოდ სიტყვები აღარ არის. პირველ რიგში ევროკავშირის ლიდერები დახურულ შეხვედრაზე კვიპროსზე გუშინ განიხილავდნენ, როგორ იუმებს ევროპა ASEAN-ის მონაწილეობის გარეშე. და რაც თავარია უკვე ღიად განაცხადეს ევროკავშირში, რომ ამზადებენ პრაქტიკული განხორციელების გეგმას კოლექტიური თავდაცვის შესახებ. არა ნატოს ფარგლებში, არამედ ევროკავშირის ფარგლებში. და ეს ბევრისთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. საქმე იმაშია, რომ ევროკავშირის ხელშეკრულებაში არსებობს საკუთარი მეხუთე მუხლი კოლექტიური დაცვის შესახებ. და ის კიდევ უფრო მკაცრია, ვიდრე ის, რაც ნატოს ფარგლებშია გაწერილი. და მეორეც, საფრანგეთი და პოლონეთი თეორიიდან პრაქტიკაზე გადადიან. და ეხლა ორივე ქვეყანა გეგმავს ბალტიის ზღვაზე ბირთვული წვრთნების ჩატარებას. და ქვეყნები ერთობლივად დაამუშავებენ დარტყმებს სამიზნეებს რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ სანქტ-პეტერბურგის რაიონში. მე მქვია ალექსეი პიჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყეთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს გამოშვება, დაწევეთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pichi News-ი. პული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ბევრ შოკი მიაკენა თავისი განცხადებით. კერძოდ მაკრონმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ევროპა უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, რადგან ASEAN-ში ჩინეთი და რუსეთი ერთდროულად მოქმედებენ მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამიტომაც მან მოუწოდა ევროპულ ქვეყნებს, რომ იყვნენ უფრო დამოუკიდებლები და ერთიანები. შემდეგ მოიყვან მაკრონის ციტატას. ჩვენ არ უნდა შევაფასოთ ეს მომენტი ნაკლებად, რადგან ეს უნიკალური დროა, როდესაც ASEAN-ის რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ევროპელებს. ასე რომ სწორედ ეს არის ის მომენტი, როცა უნდა გავიღვიძოთ. უნდა ვიყოთ ცოტა უფრო თავდაჯერებულები და განვახორციელოთ ჩვენი პროგრამა. ეხლა ბევრ კოლეგას უფრო რეალისტური შეხედულება აქვს, რადგან ამდენი წლის შემდეგ ვამბობთ, კარგი, უნდა ვიმოქმედოთ. უნდა ვიმოქმედოთ, როგორც ევროპელები ვიყოთ უფრო ერთიანები, დავიცვათ საკუთარი თავი და ჩვენი ინტერესები. და ჩემთვის ეს სწორია მიმართულება. აქ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ევროპელები უკვე მხოლოდ ლაპარაკით აღარ შემოიფარგლებიან, არამედ პრაქტიკულად ეძებენ თვითდაცვის გზებს. პოლონეთში ღიად განაცხადეს, რომ საფრანგეთი და პოლონეთი გეგმავენ ბალტიის ზემოთ ბირთვული წვრთნების ჩატარებას. და ორივე მხარე ერთად დაამუშავებს დარტყმებს რუსეთის ფედერაციაში მდებარე სამიზნეებზე. როგორც აღინიშნება, წვრთნების ფარგლებში მოხდება სამიზნეების აღმოჩენისა და დარტყმების დამუშავება კონვენციური იარაღით. პირველ რიგში ამერიკული წარმოების JSSM და R ფრთოსანი რაკეტებით, როგორც ისინი ამბობენ მნიშვნელოვან ობიექტებზე, სანქტ-პეტერბურგის რაიონში. მოლოდინია, რომ მანევრები მალე გაიმართება ბალტიის ზღვასა და ჩრდილოეთ პოლონეთში. ეს წვრთნები წარმოადგენს ფრანგული ბირთვული ქოლგის გავრცელების ნაწილს, იმ ქვეყნებზე, რომლებიც კრემლის აგრესიული პოლიტიკის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. ასევე ეს არის შედეგი გადაწყვეტილებისა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბრესტში 2026 წლის 2 მარტს გამოაცხადა. ანუ დონალდ ტრამპის იდეები იმის შესახებ, რომ ფრანგულ ბირთვულ იარაღს შეუძლია მეზობლებიც დაიცვას, საბოლოოდ რეალობად იქცა. საფრანგეთის პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტისა და მისი შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკთან 20 აპრილს სამხედრო თანამშრომლობა სწორედ იმ პრაქტიკულ დონეზე გადადის. და როგორც იუწყებიან, ფრანგული ბირთვული ქობინები, რა თქმა უნდა, მუდმივად პოლონეთში არ განთავსდება. თუმცა ისინი პერიოდულად განთავსდება რაფალის ტიპის თვითმფრინავებზე, რომლებიც ასეთ ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ პოლონეთის სამხედრო საჰაერო ძალებთან ერთად. ანუ ფაქტობრივად, რა თქმა უნდა, ბირთვული იარაღი კვლავაც საფრანგეთში იქნება განთავსებული, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ის სწრაფად შეძლებს აფრენას და პოლონეთში გადაყვანას, რათა იქიდან მიაყენოს დარტყმები რუსეთს. მაგრამ რაც თავარია, ფრანგები ამ წვრთნებში სწორედ ბირთვული ქობინების გამოყენებას დააიმიტირებენ. აღინიშნება, რომ ფრანგული მრავალმიზნობრივი მეოთხე თაობის გამანადგურებლები რაფალი შეძლებენ საფრანგეთიდან ეგრეთ წოდებული ბუდაპეშტ-კროვეცის ხაზამდე ფრენას და იქიდან რუსეთსა და ბელარუსის მიზნებზე შეტევის იმიტაციას. ამ გეგმების თავარი მომენტი ის არის, რომ პოლონურ-ფრანგული იარაღი ნატოს ბიუროკრატიას მიღმა იქნება გატანილი. თუ
თუ ვერ გაიგეთ, საუბარია იმაზე, რომ ეს არის ახალი სამხედრო ალიანსი, რომელსაც შეუძლია იმოქმედოს სრულიად დამოუკიდებლად იმისგან, რა სიტყვის მარკ რუტე, დონალდ ტრამპი ან ვინმე სხვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან. საერთო პროცედურების შემუშავება საშუალებას მისცემს თავდაცვის გადაწყვეტილების მიღებას ბევრად უფრო სწრაფად. პოლონეთ ფრანგული წუხნების სცენარები ასევე გახდება დამატებითი გეგმები რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში და იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოხდეს რეაგირება. ანუ თუ ნატო იძინებს და არ რეაგირებს, მაშინ საფრანგეთმა და პოლონეთმა ერთმანეთში უკვე შეათანხმეს, როგორ იმოქმედებენ ცალ-ცალკე. გარდა ამისა, ევროკავშირის ლიდერებმა უკვე დაავალეს ჩინოვნიკებს კოლექტიური თავდაცვის დებულების პრაქტიკული განხორციელების გეგმის მომზადება. ამის შესახებ პარასკევს განაცხადა კვიპროსმა, რომელიც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარეა. როგორც განაცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკას ქრისტოდულიდისმა, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ დადგა დრო კონკრეტულად განისაზღვროს ევროკავშირის ხელშეკრულების 52 მუხლის მე-7 პუნქტის დებულება. და აქ მნიშვნელოვანია, რომ განსხვავებით კოლექტიური თავდაცვის შესახებ ხელშეკრულებისგან, ბისგან, რომელიც გათვალისწინებულია ნატოს წესდების მე-5 მუხლით, ევროკავშირის 42.7 მუხლის ურთიერთდახმარების დებულება ჯერ კიდევ არ არის გამყარებული დეტალური ოპერატიული გეგმებით ან სამხედრო სტრუქტურებით. და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გუშინ შემდეგი განაცხადა, ციტატა: იმისთვის, რომ შეიქმნას არაუბრალოდ ფორმალური, არამედ რეალური ალიანსი, საჭიროა ნამდვილი ინსტრუმენტები, რეალური ძალაუფლება თავდაცვის საშუალებების, ჯარების ქვეყნებს შორის გადაადგილების უზრუნველყოფის და ასე შემდეგ სფეროში. ეს ძალიან აქტუალური პრობლემაა დღეს. აქ მინდა აღნიშნო, რომ ევროპის კავშირის ხელშეკრულების 42.7 მუხლი მხოლოდ ერთხელ იქნა გამოყენებული. ეს გააკეთა საფრანგეთმა მას შემდეგ, რაც 2015 წელს ისლამისტმა ტერორისტებმა და მაშინ ევროპის კავშირის ქვეყნებმა ნაწილობრივ ჩაანაცვლეს ფრანგული ჯარები ევროპულ და საერთაშორისო სამხედრო მისიებში, რათა ისინი საფრანგეთში გადაეყვანათ. თავად მუხლი ამბობს, ციტატა: თუ ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოზე მის ტერიტორიაზე განხორციელდება შეიარავებული აგრესია, სხვა ქვეყნები ვალდებულნი არიან გაუწიონ მას დახმარება და მხარდაჭერა, ყველა მათ ხელთ არსებული საშუალებით. აი ესე, როგორც ხედავთ, ეს ძალიან განსხვავდება ნატოს წესდების მე-5 მუხლისგან. ანუ ევროპისთვის ნატო, რა თქმა უნდა, კოლექტიური თავდაცვის საფუძვლად რჩება, მაგრამ ევროპის კავშირს აქვს დამატებითი ინსტრუმენტები. ნატოს შემავსებელი ინსტრუმენტები, რომლებიც სწორედ იმ 42.7 მუხლითაა გათვალისწინებული, მაგრამ აქ კითხვა ჩნდება: რისთვის არის ეს ყველაფერი? და ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ანტონიო კოშტა მოუწოდა ევროკავშირის ლიდერებს, რომ არ დაუტოვონ დონალდ ტრამპს ევროპის შესახებ საკვანძო გადაწყვეტილებების მიღების უფლების. შეუძლებელია არ ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ აშშ-ის ინტერესები აღარ ემთხვევა ევროკავშირის ინტერესებს. და ბოლოს, როგორც აშშ-სა და ევროკავშირის პოზიციების განსხვავების მაგალითები, ანტონიო კოშტამ დაასახელა ამერიკული ოპერაცია ვენესუელის დიქტატორის ნიკოლას მადუროს დაკავების მიზნით, ომი ირანში, და დონალდ ტრამპის პოზიცია რუსეთის ომთან დაკავშირებით უკრაინის წინააღმდეგ. და ის ამბობს, რომ ევროკავშირმა უნდა მოახდინოს ორგანიზება და შეიმუშაოს დამოუკიდებელი მიდგომა საკუთარი ინტერესების დასაცავად. ასე რომ, როგორც ამბობენ, ევროპა ბოლოს და ბოლოს გამოიღვიძა. აქ მრავალ წერტილს დავშავ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ, გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ მხარი დაუჭიროთ ამ YouTube არხის მუშაობას, ეს შეიძლებათ გააკეთოთ ნებისმიერი დონატით ან ფასიანი სპონსორული გამოწერით, მულებისა და რეგვიზიტების საშუალებით. ამ ვიდეოს აღწერაში ასე წერია: არხის მხარდაჭერა ალექსეი პეჩის. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი მხარდაჭერის ფორმატი. მადლობელი ვიქნები თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ამით სულ ეს იყო. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობით.